ვიწევ თავისუფალი საზოგადოება ახალი ნაკადის ჯანდაცვის ფოკუს ჯგუფის კოორდინატორს თეა შავთვალაძე. მოგესალმებით, მე ვარ პედიატრი თეა შავთვალაძე, თავისუფალი საზოგადოება ახალი ნაკადის ჯანდაცვის კომიტეტის კურატორი, გუნდის კურატორი, უბრალოდ კომიტეტი კიდეც ესეთი ძველი სიტყვა. მოხარული ვარ, რომ იმყოფები აქ, მადლობა ქალბატონ თინას როგორც საზოგადოების სახელით, ასევე ჩემი პირადი სახელითაც, იმიტომ რომ ეს საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, ვისაუბრო იმაზე, რაც დიდი ხანია მაწუხებს. ეს ყველაფერი დაიწყო პანდემიის პერიოდიდან. მთელი ჩემი პროფესიული, ასე ვთქვათ, მე ტრადიციულ მედიცინას ვემსახურები, ეხლაც ვემსახურები და ამას გავაგრძელებ აუცილებლად, თუმცა ალტერნატიულ მედიცინას მე პატივს ვცემ და ვფიქრობ, რომ რაღაც შეცდომები ჩვენ დავუშვით. ჩვენ ახლა ერთი ხელის მოსმით ვერაფრით ვერ შევცვლით და ახალ ექიმებს ვერ ჩამოვაყალიბებთ საქართველოში. ვერც გაუშვებთ ამ ექიმებს სამსახურებინა და ვერც მოვიყვანთ ახალ ექიმებს და ამის არც უფლება გვაქვს და არც ძალისხმევა და არც საჭიროება არ დგას მე ვფიქრობ, მაგრამ არსებობენ საქართველოში ექიმები, რომლებიც საკმაოდ კრიტიკული აზროვნებით გამოირჩევიან და ესეც უნდა იყოს და მათ მივმართავ ჩემი გამოსვლით, ვინც ესე ვთქვათ, ამ კრიტიკული აზროვნებით არ გამოირჩევიან, რომ უფრო მეტად დავფიქრდეთ იმაზე, რა მოხდა ამ პერიოდში, ვის ხელში იყვნენ ეს პაციენტები, რას ვაკეთებდით სწორად და ეს ყველაფერი იყოს პრევენცია იმისი, რომ ხვალ ზეგ რამე რომ მოხდეს, ღმერთმა დაიფაროს, ჩვენ უფრო მეტად ვიფიქროთ ამ ყველაფერზე, უფრო სწორი დასკვნები გამოვიტანოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ხვალ ზეგ რა იქნება. მე დღეს შეიძლება თარიღები ცოტა მეტჯერ ვთქვა, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს და ვეცდები ზედმეტად არ გადაგღალოთ. ვეცდები ძალიან მოკლედაც ვისაუბრო, თუმცა ძალიან ძნელია მთელი პანდემიის პერიოდი, ძალიან 10 წუთში და 15 წუთში მოაქციო. თქვენთან დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ეტაპზე ჯანმოს ვახსენებ ხოლმე და ძალიან კრიტიკის ქარცეცხლში ნუ გავატარებთ. დიდი მადლობა ამისთვის. კარგით, ასე დაიწყო ყველაფერი, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უცნობი ტიპის ვირუსის შემთხვევის შესახებ პირველი შეტყობინება ჩინეთიდან 2019 წლის 31 დეკემბერს მიიღო. 2020 წლის 7 იანვარს ახალი ტიპის ვირუსის არსებობა დადასტურდა, ანუ 7 იანვარს დადასტურდა და ნელ-ნელა გავრცელებას იწყებს და მიაკუთვნეს კორონავირუსებთა ოჯახს. 2020 წლის 11 მარტს დაფიქსირდა ინფიცირების უკვე 121.124 შემთხვევა, რომელთაგან 80.967 იმყოფებოდა ჩინეთის ტერიტორიაზე და დანარჩენზე თქვეს, რომ იყვნენ ტურისტები და ისინი დატოვებდნენ მალე, ასე ვთქვათ, ამ სახელმწიფოს და საშიშროება იწყებოდა უკვე გავრცელების. ჩვენთან საქართველოში მოკლედ პირველი COVID პაციენტი 2020 წლის 36 თებერვალს გამოვლინდა და ოფიციალური საგანგებო მდგომარეობა საქართველოში გამოცხადდა 2020 წლის 21 მარტს უკვე. ამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დაკავშირებული იყო დაახლოებით 50 პაციენტთან და ერთ გარდაცვლილთან. დამერწმუნეთ, რომ ძალიან დაბალი ციფრია იმისთვის, რომ გამოაცხადო საგანგებო მდგომარეობა 50 პაციენტი. შესაძლოა დღეს არაფრად არ ითვლებოდეს რამე ვირუსით დასნებოვნებული. საერთოდ რა იყო ეს კორონავირუსი და რატომ მიაკუთვნეს ამ კორონავირების ოჯახს, ზუსტად არავინ არ იცის ამ ეტაპზე. ეს იყო მოკლედ გეტყვით, მიეკუთვნება სარბეკო ვირუსების ქვეგვარს და კორონავირიდეს ოჯახს. მეშვიდე კორონავირუსია, რომელიც ადამიანებს აინფიცირებს. SARS-ი და MERS-ი იყო ამ
ვირუსების ჯგუფიდან, მაგრამ თლად კავშირი ამ ორ ვირუსს შორის, რომლებმაც ძალიან ფართე მასშტაბით ეპიდემიები და პანდემიები გამოიწვია, ასე ვთქვათ, არ უკავშირდება. ამ დროისთვის აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოები 2020 წელს, ანუ ტრამპის ადმინისტრაცია, ეს დასაწყისში ხდება ჯერ კიდევ, კვლავ იკვლევენ ცნობებს იმის შესახებ და ამბობენ, რომ ვუჰანში ჩინეთის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მკვლევარები სერიოზულად დაავადდნენ 2019 წელს პირველი შემთხვევების გამოვლენამდე ერთი თვით ადრე, რასაც უარყოფს ჩინეთის ადმინისტრაცია. ხოლო გადის 3 წელი და ოფიციალურ პროტოკოლში, რომელიც აქ ტარდება საქართველოში, ჩემი კოლეგები, ვინც მიცნობენ, ძალიან ბევრი ესწრებოდნენ ამ კონფერენციას, პროტოკოლი არის მოწოდებული, რომელშიც ეპიდემიოლოგია გავრცელების თვალსაზრისით უკვე არის ერთ-ერთ ვერსიად, მანამდე ხო თაგვებზე, ღამურებზე აბსოლუტურად უარყოფა მიდის, ესე იგი, რომ ეს ლაბორატორიას არაფრით არ უკავშირდება, არაფრით არ შეიძლება რომ იყოს ხელოვნური, ვინც ხელოვნურს ამბობდა, იმას ყველას აბულინგებდნენ და გვაბულინგებდნენ, მინდა გითხრათ, 2022 წლის პროტოკოლში, საქართველოში მიღებულ პროტოკოლში, ერთ-ერთ გავრცელების გზად მიჩნეულია ლაბორატორიაში დასნებოვნება, რადგან ოფიციალური წყაროებით უკვე დადეს 2022 წელს, 2005 წელს თურმე ჯგუფმა ვუჰანის ლაბორატორიაში აღმოაჩინეს, რომ არსებობს რაღაცა ვირუსი ღამურებში, რომელიც ხელოვნურად რაღაცა დამატებით უნდა შექმნან ცდების ჩასატარებლად. გადის 10 წელი 2005-დან და 2015 წელს ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა, რომ ჩვენ დიახ გამოვიყვანეთ ღამურებიდან ეს რაღაც ჰიბრიდული ვირუსი და თურმე ამ ვირუსს არა მარტო თაგვების და ვირთაგვების, რომლებიც ლაბორატორიებში არიან, ადამიანის დასნებოვნებად შეუძლიათ. ანუ 2015 წელს ვუჰანის ლაბორატორიის ოფიციალურ მონაცემებში არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ჰიბრიდულად გამოყოფილი ვირუსი არსებობს, რომელსაც ადამიანის დასნებოვნება შეუძლია. საერთოდ რა არის ეპიდემია? ჯანმოს მიხედვით ეს არის ინფექციური შემთხვევების მოულოდნელი მატება გარკვეულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, პოპულაციასა ან სეზონზე, რისი გადაჭარბებაც აღემატება ჩვეულებრივად მოსალოდნელ მაჩვენებელს. ანუ თუ რომელიმე დაავადება ლოკალურად იწყებს სწრაფ გავრცელებას, ამ შემთხვევების რიცხვი აჭარბებს ნორმალურ დონეს, ამას უკვე ეპიდემიად ჩათვლიან. მაგალითად, 50 გრიპის ახალი შემთხვევა პატარა სოფელში შეიძლება არ ითვლებოდეს პირიქით ეპიდემიად, მაგრამ დიდ ქალაქში 50 შემთხვევა ეპიდემიად არ უნდა ჩაითვალოს. ამას ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია გვეუბნება. პანდემიას რაც შეეხება მათივე განმარტებით, ახალი ინფექციური დაავადების გლობალური გავრცელება, მისი მთავარი ნიშნებია ახალი ინფექცია ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, ვრცელდება გლობალურად, აქვს სერიოზული ზეგავლენა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და სოციალურ სტრუქტურებზე. ჯანმო ზოგადად არ განსაზღვრავს რიცხობრივ ზღვრებს, ეს დამოკიდებულია დაავადების ტიპზე, გადამდებობაზე და მის გავრცელების მასშტაბებზე. პანდემია არ გულისხმობს მაინც დაავადების სიმწვავეს, ის გულისხმობს გავრცელებას. აქაც რიცხობრივი ზღვრები არ არის მითითებული პანდემიის განმარტებაში, აქედან გამომდინარე ძალიან თავისუფლად გავრცელების კუთხით შეიძლება პანდემია თავისუფლად გამოცხადდეს. ისე რომ ვერავინ ვერაფერს ვეღარ იტყვის. ეს არის ის პანდემიები, რომლებიც ზოგადად მომხდარა, შეიძლებოდა თუ რო გქონოდა ამაზე გვემსჯელა, მაგრამ ეხლა გადავალ უცბად. პანდემიის, ეპიდემიის საგანგებო სიტუაციის მართვის საშუალებები საქართველოში იყო შემდეგი, რომელიც 2020 წელს საგანგებო სიტუაციის შემოღებისას უცბად მიიღეს.
პირველი პროპაგანდა დარჩით სახში, რომლის მონაწილე მეც ვიყავი ქალბატონო თინა და ურჩევდი პაციენტებს, რომ დარჩენილიყვნენ სახში. სამედიცინო ნიღბების გამოყენება როგორც სახში, ასევე გარეთ. სასტერილიზაციო ხსნარების ხშირი გამოყენება, არა მარტო ხელების, არამედ საგნების და ნივთების დასასტერილებლად, იზოლაცია პირველივე სიმპტომებზე, უსიმპტომო პაციენტების დატოვება მარტო ბინაზე ან გადაყვანა სასტუმროში, კონტაქტების გამოვლენა და იზოლაციაში გადაყვანა ტესტების საფუძველზე და ასე შემდეგ. აქაც ვერ დავკონკრეტდები, უბრალოდ ეს ყველაფერი იყო მიზეზშემდეგობრივი იმისა, მერე რაც ხდება. გავიხსენოთ, როგორც თქვით, 2020 წლის 26 თებერვალს პირველი COVID პაციენტი და 2020 წლის 26 მარტს 50 დადასტურებული შემთხვევა. და რა ხდება? ამ დროს 2020 წლის 20 მარტისთვის, ანუ ძალიან მალე, ჩინეთის რესპუბლიკა 1000 ტესტს გვჩუქნის. და ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით 200,000 ტესტი სამხრეთ კორეიდან საქართველოში მოდის. რა დროს ჭირდება ტესტების დამზადებას? ეს ყველაფერი ტრადიციულ მედიცინას ეხება და იმიტომ ფაქტების საფუძველზე მოვედი მე აქ. ანუ ტესტების დამზადებას 6 თვიდან 1 წლამდე, ეს PCR ტესტების დამზადებას, ამებსაც აღარ ჩავშლით, მოკლედ ვიტყვი. სწრაფი ტესტების დამზადებას 3-დან 6 თვემდე სჭირდება, ანტისხეულებზე დამზადებულ ტესტებს 6-დან 12 თვემდე სჭირდება. არსებობს ექსპრეს მეთოდი, ეს რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდება, 2-დან 4 თვემდე მოითხოვს, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ტესტი ამ დროში დამზადდა და სავარაუდოდ ამ დროში დამზადდა, ის კლინიკურ კვლევებს ვერ გადის, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ კლინიკური კვლევების ჩასატარებად 6 თვიდან არის პროცესი საჭირო. და საერთოდ ჯამში, მოკლედ რო ვთქვათ, საქართველოში გამოყენებული იყო 18,161,408 ტესტი, ანუ 10,000 ადამიანზე 1000 მოსახლეზე გამოყენებული იყო 5,000-მდე ტესტი, ანუ ერთ ადამიანზე გამოყენებული იყო 5 ტესტამდე. ესე იგი, ერთი თვე არ იყო გასული, რომ ტესტები იყო მსოფლიოში მილიარდობით ტესტი, ჩემო კარგებო, ანუ იქიდან არანაირი კვლევები არ იყო ჩატარებული და მე პირადად, როგორც ტრადიციული მედიცინის წარმომადგენელი, ეჭვქვეშ ვაყენებ დღეს, მაშინვე დავაყენე ეჭვქვეშ და აქედან დაიწყო ჩემი პროტესტები, ასე ვთქვათ, ჩემს საახლობლოში, რომ აქ რაღაცა ისე არ ხდება. რანაირად მზადდება ტესტი ერთ თვეში, რომელიც გვიდასტურებს დიაგნოზს. აი ამ დადასტურებული COVID ტესტებით, სწრაფი ტესტებით, მით უმეტეს დადასტურებული დიაგნოზებით ხალხი გადაყავდათ სასტუმროებში, ხალხს იზოლაციაში ამყოფებდნენ ბინაზე და ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობასაც კი უტარებდნენ ხოლმე სხვადასხვა პრეპარატებით, ანტივირუსული. ვაქცინების დამზადების პროცესზე აღარაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ მეგონა რომ აქ კიდევ უფრო მეტად გაიშლებოდა ვაქცინაციის ამბავი, 5-დან 6 წლამდე სჭირდება ვაქცინას, რომ მოსახლეობაში გავრცელდეს, ასე ვთქვათ, და გაკეთდეს. ის რაც მოხდა COVID-ის პერიოდში, უნდა ვიცოდეთ, რომ ვაქცინის მოხმარების უკუჩვენებებზე და უეფექტობაზე არც ერთი კომპანია არ იყო პასუხისმგებელი. მე თვითონ Pfizer-ის, Moderna-ს და სხვათა წყაროებიდან გეუბნებით, რომ არ იყვნენ არც ერთი პასუხისმგებლები, არ იღებდნენ პასუხისმგებლობას უკუჩვენებებზე. და მოკლედ ამბობდნენ, რომ განისაზღვრა რისკი და სარგებელი ექსტრემალურ პირობებში და გადაწყდა, ასე ვთქვათ, მასობრივი ვაქცინაციის ხელშეწყობა. მოკლედ ვიტყვი, რომ ნიღბების ტარება, რომელიც მთელი დღე ეკეთათ ზოგჯერ ექიმებსაც და პაციენტებსაც 2 საათში ერთხელ უნდა შეცვლილიყო, თუ 2 საათზე მეტ ხანს ვიჩერებთ ნიღაბს, უნდა ვიცოდეთ, რომ
შიდა ბაქტერიების გავრცელების რისკი მაღლდება. უნდა ვიცოდეთ, რომ ნახშირორჟანგის დაგროვების რისკი მაღლდება და რასაც მოყვება სუნთქვის უკმარისობა და სასუნთქის სისტემის იმუნიტეტის დაქვეითება და მერე უფრო სწრაფი გავრცელება ბაქტერიების და ვირუსების. ასევე ზედმეტმა სტერილობამ ძალიან მალევე გამოიწვია ის, რომ რომ ისტერიაში გადაუვიდა ხალხს და პურსაც რეცხავდნენ და მერე აშრობდნენ, ეს ცალკე ფსიქოლოგები ილაპარაკებენ ალბათ რა ამბები გამოიწვია ფსიქოლოგიურად ხალხში ამ მოკლედ სტერილობამ, მაგრამ ჩვენ ექიმებმა, პრაქტიკოსმა ექიმებმა, რომლებიც ყოველდღიურად ვიღებდით პაციენტებს, ხედავდით დღიდან დღემდე, როგორ ურთულდებოდათ ბავშვებს იქნება თუ მოზრდილებს ჩვეულებრივი მარტივი ვირუსები, რომელიც მანამდე არც პნევმონიებს იწვევდა და არც სხვა რაიმე ისეთ რთულ დაზიანებებს. მაგრამ გამოიწვია ამ ზედმეტმა სტერილობამ ის, რომ კანი მოგეხსენებათ ერთ-ერთი მთავარი ძირითადი ორგანოა, რომელიც ესე იგი მიკრობაქტერიებით არის, ესე ჭყალებში ვიტყვი, კეთილი ბაქტერიებით, რომელიც ჯავშანივით გვიცავს ადამიანებს, მაგრამ ამ ზედმეტი სტერილობით ეს ჯავშანი დაირღვა და სხვა ბაქტერიებისაც ძალიან მშვენიერი წყარო შეიქმნა, ასე ვთქვათ, გაბატონების ჩვენს ორგანიზმში. ჟანგბადზე მინდა გითხრათ, რო არ თქვა ეს არ შემიძლია. უბრალოდ მნიშვნელოვანია ის, რომ ჯანმოს პროტოკოლებით პაციენტების მართვა და ინდივიდუალური მიდგომები მთლიანად გამორიცხული იყო. ჰიპერდიაგნოსტიკით ხდებოდა ტესტების საფუძველზე პაციენტებზე, COVID პაციენტების იარლიკის დადება, ასე ვთქვათ, და გადაყვანა კლინიკებში. ამით საწყო ფონდები თავიდან გადაივსო. გადავსების შედეგად ის პაციენტები, რომლებიც გარეთ რჩებოდნენ, შეიძლება მართლა ვისაც ჭირდებოდა კლინიკურად მიხედვა, ვერ შედიოდნენ კლინიკაში და ის პაციენტები, ვისაც არ სჭირდებოდა კლინიკურად მიხედვა და სახლის პირობებშიც კარგად გამოვიდოდა მდგომარეობიდან, რჩებოდნენ კლინიკებში და იყვნენ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. ასეპტიკა, ანტისეპტიკის დარღვევები იყო სამედიცინო პერსონალის დეფიციტი. მე ჩემი წყაროებიდან ვიცი, რომ ხშირად ექთნების მაგივრად სანიტრები მორიგეობდნენ, თვითონ ექიმების დეფიციტიც იყო და თავადაც იყვნენ ხშირად დაინფიცირებულები ამ კოვიდით და ისე უწევდათ მუშაობა, იმიტომ რომ არ იყო მუშახელი, მოდით ასე ვთქვათ. ჟანგბადის აპარატების უკონტროლო გამოყენებამ ძალიან ბევრი ადამიანი დააზიანა, ამიტომ ამას ახლა კიდე აღარ ჩავშლი და გადავალ. რას აზიანებს უწყვეტად ჟანგბადის მიწოდება ორგანიზმში? ეს არის ჟანგვითი სტრესი და უჯრედების დაზიანება. ჟანგბადი როგორც არის სასიცოცხლო ენერგია, ასევე ის არის მომაკვდინებელი აირი მეტი დოზირებით, უნდა ვიცოდეთ ეს. აბსოლუტურად უკონტროლოდ მიდიოდა ჟანგბადით თერაპია ინტენსიურ განყოფილებებში და რეანიმაციებში. ამის გარდა ლაპარაკია კიდევ იმაზე, რომ ჟანგბადის აპარატებს ფილტრის შეცვლა სჭირდებოდა, რომლითაც შესაძლებელია მეორადი ინფექცია თვითონ აპარატიდან განვითარებულიყო და უნდა ვიცოდეთ, რომ ჟანგბადის გადამეტებული დოზით მიღებისას 3 დღეში ფილტვის ქსოვილი კვდომას იწყებს, სულ რო გააჩეროთ ჟანგბადის მიწოდება, ის ქსოვილი ან ფიბროზულ გადაგვარებაში გადადის, ან იღუპება პაციენტი. ამიტომ ხშირი იყო რეანიმაციაში გადაყვანების შემდეგ პაციენტების კვდომა, ეს უკვე ჩემი და ჩემი კოლეგების ვიწრო წრეში მოსაზრებაა, თუმცა ამაზე მე გეთანხმებით ქალბატონო თინგო, რომ უნდა დაიწყოს საქართველოში რა გავაკეთეთ, რა შეგვეშალა, სად უნდა წავიდეთ, რომ შემდეგში ავიცილოთ თავიდან ჩვენ ექიმებმა, პრაქტიკოსმა ექიმებმა ის სირთულეები, რაც მოყვება ადამიანებს უფრო მეტად დაზიანებას და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას. აი ეს იყო ძალიან მოკლედ რისი თქმაც მინდოდა. მადლობა ყურადღებისთვის და მადლობა ქალბატონო თინა შესაძლებლად.